გოგა გოგატიშვილს იმერვიზიის მაყურებელი კარგად იცნობს. საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირის გამგეობის თავმჯდომარე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების აქტიური დამცველია და მათ საზოგადოებაში ინტეგრირებას უწყობს ხელს. ამის ნათელი მაგალითია მრავალი ის პროექტი თუ კონფერენცია, რომელიც სამაუწყებლო კომპანია იმერვიზიის ეთერში ხშირად გაშუქებულა. გოგა გოგატიშვილი მალე საზოგადოებას გმირის სტატუსით მოევლინება. მისი პერსონით იმედის გმირი დაინტერესდა. ჟურნალისტი გოგასთან სატელეფონო საუბარს იხსენებს. როდესაც გოგას დაურეკე და ვუთხარი რომ ჯერ არ ჩათვალო რომ ვაპირებ გადაღებას, უბრალოდ მომიყევი თქვენი ისტორია. როდესაც მომიყვა მისი ისტორია, ძალიან ისე მსუბუქად ყვებოდა რომ აი თითქოს არც არაფერი არ არის ამაში და მე ზუსტად ეს მომეწონა და ბოლოს ვუთხარი რომ თქვენ კი ძალიან მარტივად მოყვევით თქვენი ისტორია, მაგრამ მე ვუთხარი მე თქვენი ისტორია ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ ის ამას რომ აკეთებ შეჩვეულია ამას და ჩემთვის გარედან რო ვუყურებ და მაყურებელი ამას რო შეხედავს, მიხვდება რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი ბევრად მეც აკეთებს, ვიდრე თუნდაც მე. ცოტა გამიჭირდა დათანხმება თავიდან. ზარი მოულოდნელი აღმოჩნდა გოგასთვისაც. მე ვაკეთებ იმას, ალბათ რასაც უნდა ვაკეთებდე. ვარ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, მინდა ვიმუშაო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტერესებისა და უფლებების დასაცვაზე და მინდა შევცვალო ის სტერეოტიპები, რაც არსებობს საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ და მინდა დავამტკიცო და დავარწმუნო სახელმწიფოს და საზოგადოებას, რომ ჩვენც შეგვიძლია საქართველოს საკეთილდღო დავდოთ ჩვენი წილი აგური. იმედის გმირის ჟურნალისტს გოგა გოგატიშვილზე ინფორმაცია თესეუს ასისტენტ პროფესორმა გიორგი დვალაშვილმა მიაწოდა. საქართველოს რეგიონებში როცა დავდივარ, ძალიან საინტერესო ისტორიებს ვისმენთ, ვეცნობით. რაც შეეხება ამ შემთხვევაში გოგა გოგატიშვილს, მის საქმეს, მის წარსულს ჩვენ ვიცნობდით, ქონდა რაღაც გარკვეული ინფორმაცია და ეს ინფორმაცია მივაწოდეთ და ძალიან საინტერესო ისტორია არის, ძალიან საინტერესო პიროვნება არის, ძალიან საინტერესო წარსული აქვს და საინტერესო იდეებს გეგმავს და ამ კუთხით გვინდა რომ ეს პიროვნება გაიცნოს საზოგადოება. იმედის გმირებს თავმდაბლობა თავიანთი საქმისა და ადამიანთა სიყვარული აერთიანებთ. გმირი ეს არ არის მაინც და მაინც ესეთი ჯილდო, პირობითი სახელია იმედის გმირი და ამიტომ ის არ უნდა წუწუნებდეს, არ უნდა ეზარებოდეს, სიცივეში უნდა მიდიოდეს, სიცხეში თვითონ უნდა შიოდეს და სხვას აპურებდეს. იმიტომ რომ ეს არის საზოგადოების ის ნაწილი, რომელზეც ჩვენ თვლით, რომ დგას საზოგადოება, ქვეყანა. გადაღების პროცესი რთული არ არის მარტივი. რთულია იმიტომ, რომ განსხვავებულია თვითონ რეგიონებიც. მაგალითად, იმერელს რო დაელაპარაკები, ისე ვერ დაელაპარაკები გურულს, ანუ იქ ცოტა ტონი უნდა შეცვალო, მეგრელი უფრო ისეთია, სვანი უფრო დინჯია, რაჭოს ყველას თავისი გასაღები უნდა უპოვო და ანუ იქაური უნდა გახდე. იმედის გმირების ისტორიას ამჯერად გოგა გოგატიშვილი გააგრძელებს, მანამდე კი საჩხერიდან ნათელა ხარაიშვილი იყო.